დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის დროა. მე ვარ ლიკა მეკუთვნიშვილი და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ მომავლის ყველაზე სწორ ინვესტიციებსა და ინდუსტრიებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრების სტილს ნამდვილად ცვლიან. გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ განათლებაზე, როგორც წარმატების მთავარ გასაღებზე, გაგაცნობთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას სრულად უფინანსებს. მეორე ნაწილში კი ტურიზმის ინდუსტრიაში გადავინაცვლებთ 2026 წლის გლობალური მონაცემები აჩვენებს, რომ მასობრივი ტურიზმის ეპოქა სრულდება, რა არის სიჩუმის ტურიზმი და რატომ ირჩევს თანამედროვე მოგზაური ტურს, როგორც ხელოვნებას. თემას ვრცლად და დეტალურად განვიხილავთ მეორე ბლოკში, თუმცა მანამ სანამ სტუმრები შემოგვიერთდებიან, იქამდე ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს უნდა გადავხედოთ. 2026 წლის პირველ კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლობის ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზარდა და 27 მილიონი ლარი შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუდავდა. იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვებისთვის 201 მილიონი ლარის ღირებულების 2 კონტრაქტი გააფორმა. კვების კონტრაქტები საპატიმროების გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ორად იყოფა. ეს არის ერთი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ საპატიმროებზე, მოდის პენიტენციურ დაწესებულებებს საკვებს 2029 წლის მაისის ჩათვლით 152.4 მილიონ ლარად, შეპესე გიორგი 2020 მიაწვდის დასავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებს კი 49 მილიონ ლარად საკვებს შეპესე დელფუდი მიაწვდის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის შეფასებით სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდება, რომელიც ფასიანი იქნება და სავარაუდოდ ბოთლზე 10 ლარით განისაზღვრება, ჩვეულებრივი გადასახადი. ამასთანავე გიორგი სამანიშვილისთვის გაუგებარია, რა კავშირია სავალდებულო ნიშანდების შემოღება ღვინის ხარისხთან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43,000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 4,000-ით აღემატება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2026 წლის ერთიანი ეროვნული საერთო სამაგისტრო და მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა და მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82,000 გადააჭარბა. სწორედ განათლების თემაზე განვაგრძობთ საუბარს. სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ყველაზე ღირებული ინვესტიცია, რომელსაც უკუგების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაში ჩადებული რესურსია. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია ახალგაზრდებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მოსწავლეებს აძლევს შანსს სრული დაფინანსებით ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. კონკრეტულად 2014 წლიდან საქართველოს ბანკი პრესტიჟული Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, უკვე გამოვლენილია 16 სტიპენდიანტი, რომელთაც ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სრულად დაუფინანსდა. 2022-2028 წლისთვის განაცხადების მიღება დაწყებულია და 1 ივლისამდე გაგრძელდება. პარალელურად უკვე 10 წელია ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია, სადაც 30-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა დაფინანსდა. ახალი სეზონისთვის კი აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. აუცილებლად აღსანიშნავია და ხაზგასასმელია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაც, რომელიც წელს ახალ ლოკაციაზე მადრიდში Miami Ed School Europe-ში გაგრძელდება და მასზე რეგისტრაცია 8 ივნისს სრულდება. ხოლო იმისთვის, რომ განათლება და ცნობა ადრეული ასაკიდანვე იყოს უზრუნველყოფილი, ბანკი UWC ჯორჯიასთან პარტნიორობით 15-დან 17 წლის ჩათვლით მოსწავლეებს აძლევს შანსს სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყნის 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ.
როგორც ცვლის, კომერციული, სოციალური, კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობა ახალგაზრდების მომავალს და როგორი ამ მიმართულებით საქართველოს ბანკის ხედვა თემაზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ საქართველოს ბანკის კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ანი ლომთაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში საქმიანი ამბების და ამ მიმართულებით მონაგარის გასაზიარებლად, რაც დაუგროვდა საქართველოს ბანკს, ცხადია თქვენი ჩართულობით და ძალისხმევით უკვე ანგარიშზე. თუმცა საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობს წლების განმავლობაში. უკვე 10 წელზე მეტია, რაც განათლება არის საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულება და ძალიან გვიხარე, რომ გვაქვს საშუალება დღესაც გავაზიაროთ კიდევ უფრო მეტი და განახლებული პროგრამები საერთაშორისო განათლებას დაკავშირებით ამჯერად. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მართლა მგონია, რომ ეს არის ის თემა, რომელიც ყველასთვის განურჩევლად იმისა, ასე ვთქვათ, თქვენი მომხმარებელია, არ არის მომხმარებელი თუ საერთოდ, ასე ვთქვათ, მოსწავლეა, სტუდენტი თუ მშობელი არის თანაბრად მნიშვნელოვანი და ზოგადად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ხო? კი ბატონო. ამის გვჯერა ძალიან. ნებისმიერი პროექტი, რასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის საქართველოს მასშტაბით, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ბანკინგობენ თუ არა საქართველოს ბანკთან, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ისინი არიან ჩვენ მემსახურებით მათ. თუმცა არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, განათლების ნაწილში ჩვენი მიზანი არის, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფს შევეხოთ და ეს იქნება სკოლის მოსწავლეები, დაწყებითი თუ შემდეგ უკვე საშუალო, იქნება სტუდენტი, იქნება ახალგაზრდა პროფესიონალი თუ კიდევ უფრო მეტად დასრული, რომელიც დაინტერესებული სხვადასხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში დღეს სხვადასხვა პროექტზე სასაუბროთ ვართ მოსული, თუმცა როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფს შევეხოთ და მათთვის შევქმნათ სხვადასხვა შესაძლებლობა განათლების. სანამ ასე კონცენტრირდებოდეთ თითოეულ მათგანზე, მინდა რომ ზოგადად იდეით დავიწყოთ 10 წლის წინ დავუბრუნდეთ და ზოგადად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან სასიხარულოა, რომ ვითარდება ეს ტენდენციაც და რაღაცა ბიზნესის DNM-შივე იდება თავიდანვე და საქართველოს ბანკიც ცხადია ამ მხრივ როგორც ერთ-ერთი პიონერი, არც გვიკვირს, რომ ეს მიმართულება ასე განვითარებული აქვს, თუმცა არ არის ბევრი კომპანია, რომელსაც ასე ვთქვათ, დაპრიორიტეტებული აქვს განათლება და საკმაოდ მსხვილ ინვესტიციას ვსდებს ამ მიმართულებით. რა იყო აი 10 წლის წინ მთავარი მიზანი, რომ ერთად თქვით, ერთხმად, რომ კი, მოდი, განათლება უნდა იყოს ის მთავარი ხაზი, რომელსაც მივყვებით წლებს. ზოგადად მენეჯმენტს ჩვენ ყველა ადამიანს, ვინც მუშაობს საქართველოს ბანკში, ზოგადად გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა იყოს წარმატებული და ამისთვის განათლებაში ინვესტიცია არის მთავარი მიმართულება, იმიტომ რომ ზუსტად ეს ადამიანები ქმნიან შემდეგ ეკონომიკასაც და ქვეყანას ანვითარებენ როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და წარმოუდგენელია ქვეყნის მდგრადი განვითარება სხვაგვარად. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც დაინტერესებულია, ვთქვათ, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და ნებისმიერი ბიზნესი უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ რაღაც წვრილ უკუგებას საზოგადოებაში ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. იქნება ეს ზოგისთვის განათლება, იქნება ზოგისთვის დასაქმების მხარდაჭერა თუ სხვა. ჩვენ შემთხვევაში სამი მიმართულება გვაქვს ძირითადი და დამხმარე მიმართულება. ეს არის განათლება, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმება. და შემდეგ უკვე დამხმარე მიმართულებები, როგორც არის სპორტის მხარდაჭერა, მოგეხსენებათ, სხვა მიმართულებით სპორტსმენებსაც ხარს უჭერთ და ასევე კულტურა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლება. განათლებზე რა თქმა უნდა ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და ამის მიზეზი როგორც გითხარით არის რომ გვჯერა რომ საზოგადოებაში უკუგება და დაბრუნება სხვადასხვა ინვესტიციის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ მათ შექმნან კიდევ უფრო მეტად წარმატებული ქვეყანა და გრად განვითარებას ხელი შეუწყოთ. მე ძალიან მიხარია რომ მარტო ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია რომელიც ჩართული არის განათლების მხარდაჭერას, ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია არის, დიდი იქნება თუ პატარა, თუმცა ნამდვილად ვართ პიონერები, ყველაზე დიდი და მთავარი მხარდამჭერები განათლების საქართველოში ნამდვილად საქართველოს ბანკი არის. ეს გამოისახება 40-ზე მეტი პროგრამით, რომელიც გვაქვს, ყოველწლიურად 300,000-ზე მეტ ბენეფიციარს ვწვდებით, ძალიან ბევრი 50-ზე მეტი პარტნიორი გვყავს ქვეყნის მასშტაბით და ამ პარტნიორებს, ამ პროექტებს ყოველწლიურად ვაბევრებთ და ვამატებთ და ვანვითარებთ და ეს ძალიან გვიამაყება. თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე ვართ мотивация სხვა პატარა თუ დიდი კომპანიების, რომ კიდევ მეტი გააკეთოთ მათ ქვეყნისთვის ასევე და ერთად რაღაცა მეტი შევქმნათ საზოგადოებისთვის. მინდა რომ იმ ძირითად პროექტებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მგონია რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდების ფართო შესაძლებლობების გახსნაში, იმისთვის რომ მათ
ქვეყნის ფარგლებს მიღმა წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ ხარისხიანი განათლება, იქნება ეს სხვადასხვა საფეხური, ხო? ამ შემთხვევაში დაფარვის არეალი საკმაოდ ფართოა. Fulbright-ი და Turing-ი. მოდი, Fulbright-ით დავიწყოთ, იმიტომ რომ გვიახლოვდება უფრო რეგისტრაციის ვადა და Fulbright-ი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ უკვე წლების განმავლობაში ამერიკის საელჩოსთან ერთად და ამ პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ სამაგისტრო საფეხურზე სრულიად უფასოდ, სრული დაფინანსებით, როგორც იქნება სასწავლო, საცხოვრებელი და სასტიპენდიო ნაწილში, ისწავლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩეულ უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში მიდის ეს პროგრამა. რაც ძალიან გვიხარია არის რომ ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ამ პროგრამასთან დაკავშირებით, იზრდება რაოდენობა აპლიკანტების, იქნება ეს თბილისიდან თუ რეგიონებიდან და ამ ნაწილში ჩვენ მხარდაჭერა არის გარდა იმისა რომ ვართ დამფინანსებლები და სტიპენდიის გამცემი, რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს პარტნიორები სხვადასხვა ორგანიზაციის, რომელიც ეხმარება დაინტერესებულ პირებს, დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომ მოემზადონ უშუალოდ სააპლიკაციო პროგრამისთვის და ამაზეც ვაცხადებთ ხოლმე ანონსს და უახლოეს პერიოდში იქნება და შეუძლიათ რომ მიეტევონ თვალყური, რომ თუ რაიმე შეკითხვა აქვთ, როგორ ხდება აპლიკაცია, იმიტომ რომ ხშირად ძალიან რთულად ეჩვენებათ, ბევრად უფრო რთულად ვიდრე არის ხოლმე სააპლიკაციო პროცესები და ეს გამოცდილება, ამიტომ აუცილებლად ვურჩევდი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ არ შეეშინდეთ, გაუცილებლად გაბედონ და მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში ერთხელ, ორჯერ, რამდენიმეჯერ და აუცილებლად მიიღებენ იმ შედეგს, რაც მათ სურვილი არის. ანუ ეხლა რასაც გისმენთ, ფაქტობრივად პირველი ნაბიჯიდანვე ხართ ჩართული, ხო? ჯერ კიდევ აპლიკაციის მზადების პროცესიდან და არა პოსტფაქტუმ, როდესაც უკვე გადარჩევაზე მიდის. ეს საჭიროება ეტაპობრივად დავინახეთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ღია კონტაქტზე ვართ ჩვენს აპლიკანტებთან და ზოგადად მომხმარებლებთან და ხშირად შემოდის ხოლმე შეკითხვები უშუალოდ პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობდით, რომ ამ ნაწილშიც მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის რომ მსგავსი მხარდაჭერები ხშირად დაკავშირებული ფინანსებთან და ჩვენთვის მიზანი არის, რომ აბსოლუტურად ყველას არ აქვს მნიშვნელობა რა ფინანსური შესაძლებლობა ექნება, კონდეს წვდომა საუკეთესო ინფორმაციაზე, კონდეს წვდომა საუკეთესო განათლებაზე და ამაში ვიყოთ მთავარი მხარდამჭერები. Tuning-იც მინდა რომ მოვიცვათ და პრინციპში ამ ორივეს მაგალითზე საინტერესო არის და ჩვენი მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ რომ ექნება ეს შეკითხვა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი იმისთვის რომ უკვე თქვენი ასე ვთქვათ მხარდაჭერა მოიპოვოს. კი ბატონო. ზოგადი კრიტერიუმები არსებობს, რა თქმა უნდა, რომელიც საჯარო არის და აქ დეტალებში არ შევალ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც მიდის ჩვენი სტიპენდიით, არის მოტივირებული ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს განათლება საზღვრებს გარეთ და შემდეგ ეს ცოდნა უკან თავის ქვეყანას დაუბრუნოს. და ამისთვის გარდა იმისა, რომ სტიპენდია გვაქვს, როგორც იცით, გვაქვს სტაჟირების პროგრამებიც და დასაქმების პროგრამებიც, განსაკუთრებით მორგებული ზუსტად იმ ადამიანებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, რომ როდესაც დაბრუნდებიან, მათთვის შესაძლებლობა ბევრად მარტივად იყოს შექმნილი ჩვენთან, ვიდრე არ იქნებოდა და რა თქმა უნდა, ეს რაღაც ჩვენი მხრიდან ერთი შესაძლებლობა არის, თუმცა ისეთ გამოცდილებას იღებენ, რომ მათთვის შესაძლებლობა ნამდვილად უსაზღვრო ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ხო ჯამურად ამას ვიტყოდი, არანაირად არ ვსხუდავთ პროფესიის მხრივ, თუმცა გვაქვს ეს პრიორიტეტი, რომ მნიშვნელოვანია მას უნდოდეს ქვეყნისთვის ღირებულები შექმნა. კი, იმიტომ რომ როდესაც საზღვარგარეთ სწავლაზე არის ხოლმე საუბარი, ხშირად ვისმენთ კონტრარგუმენტებსაც, რომ აი ტვინების გადინება ამ ქვეყანას ახლა სჭირდება, თუ სჭირდება რაღაცა ნიჭიერი, შრომის უნარიანი ახალგაზრდები და ესენი მიდიან და ტოვებენ ქვეყანას. მოდი აი ესეც რომ ახსნათ და განვარტოთ, რამდენად არის შემდეგ ეს უკავშირი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტშივე ჩადებული, რომ ისევ და ისევ საქართველოსთვის კეთდება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ორივე პროგრამაში გეთანხმებით და ეს ნარატივი მეც მომისმენია და ამ შემთხვევაში ორივე პროგრამაში Fulbright-ზე, Turing-ზე, ნებისმიერ პროგრამაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, აქვს ვადობრივი შეზღუდვა. ანუ 1 წლიანი, 2 წლიანია და შემდეგ ნაგულისხმევია, რომ ეს ადამიანები ბრუნდებიან უკან ქვეყანაში და აქ აგრძელებენ განვითარებას. როგორც გითხარით, გარდა იმისა, რომ ეს ნაგულისხმევი არის კონტრაქტის ფარგლებში გაფორმებული, რომ ისინი ბრუნდებიან უშუალოდ საქართველოს ბანკთან არა, მაგრამ საელჩოებთან და გულისხმობს, რომ ჩვენ გიფინანსებთ სრულ სწავლას, რომ ეს ცოდნა, რასაც მიიღებთ საზღვარგარეთ, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილებას ღებულობენ რა, არა მარტო პროფესიულს, არამედ რაღაც პიროვნულსაც, რომ სხვა კულტურასთან აქვთ შეხება, უკან დავაბრუნოთ. ჩვენ როგორც გითხარით, გარდა ამისა დამატებით ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამები.
ამის ზუსტად საერთაშორისო განათლების მქონე საერთაშორისო განათლების მიღებულ ადამიანებს ცალკე პროგრამა გვაქვს ამისთვის, რომ მათ ხელი შეუწყოთ დაბრუნებას, ეს რაღაც მოკლევადიანი სტაჟირება და შემდეგ დასაქმების ნაწილშიც ერთ-ერთი პირველები ვართ, რომლებიც მათ ვეხმიანებით და ვცდილობთ, რომ როგორც კი დაბრუნდებიან, ხელი შეუწყოთ, რომ ისევ აქ შეეხმარება არა მარტო საქართველოს ბანკში, არამედ ჩვენ ბევრი კომპანიასთან გვაქვს. ხო, ესეც საინტერესოა, თქვენ წიაღი არ იგულისხმება მხოლოდ. არა, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება თუ საქართველოს ბანკში იმუშავებენ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დაინტერესებული რაღაც ბევრი რაღაცის შექმნით ჩვენთან მუშაობდნენ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ბიზნესის პარტნიორები ვართ და ჩვენთან იმუშავებენ თუ იმ ბიზნესებს, რომლებიც ასევე სხვადასხვა კარგ ღირებულებას ქმნიან ქვეყნისთვის, ძალიან გაგვიხარდება და შესაბამისად მათთან ურთიერთობაშიც ყოველთვის ხელს ვუწყობთ. ამიტომ, როგორც გითხარით, ეგ და აი გასაუბრების ნაწილშიც მაგასაც ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას, რომ ეს ღირებულება იყოს წარმოჩენილი, რომ ეს არის დროებითი, ეს არის რაღაც გამოცდილების მისაღები და შემდეგ უკვე უნდა დაგვიბრუნდნენ და გაგვიზიარონ ის გამოცდილება, რაც მიიღეს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არ მინდა რომ გამოგვჩვეს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. კი ბატონო. რომელიც ერთდროულად ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ემოციურადაც, აკადემიური თვალსაზრისითაც, განათლების მხრივაც, ზოგადად კრეატიული ინდუსტრიისთვის. კი ბატონო. სიახლეა ის, რომ ამერიკაში მარტო მაიამიში აღარ გვაქვს შესაძლებლობა, ევროპამ რა გზა გაუხსნა და თქვენთან ერთად რას გაუხსნეს ახალგაზრდებს. ყველა პროექტი ძალიან გვემოყება, თუმცა ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება ბევრი ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ პროგრამის შექმნაში და გვიხარია, რომ უკვე მრავალი წელია ამ სკოლარშიპის ხარდამჭერები ვართ. წელს ცვლილება გვაქვს ის, რომ Miami School მადრიდში იქნება სტიპენდიის მიღება შესაძლებლობა და აქედან ორი პროგრამის მაგივრად, რომელიც აქამდე გვქონდა, ეს იყო copyright-ის ნაწილში და art direction-ის ნაწილში გვემატება ერთი პროგრამა, რომელიც არის creativity with artificial intelligence. ანუ რადგან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით საკმაოდ გაზრდილი არის მოთხოვნილება, გვინდოდა რომ ისეთი კურსით შეგვეთავაზებინა, რომელიც თან კავშირში იქნებოდა კრეატიულობასთან და ასევე ტექნოლოგიებთან და ესეთი მიქსის შეგვიძლია რომ წელს შევთავაზოთ. მიღება ამ პროექტზე მიმდინარეობს, პირობები განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, როგორც გითხარით, დაემატა ერთი პროგრამა და ლოკაცია იქნება მადრიდი, რომელიც არის არაჩვეულებრივი ლოკაცია თავის მხრივ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სტიპენდიატებს დაინტერესებთ და მოეწონებათ როგორც ქალაქი, იმიტომ რომ კულტურულადაც ძალიან საინტერესო ქალაქია და ეს პროგრამა თავაზობს როგორც ხო, ანუ არ არის მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილია თქო და აკადემიური ნაწილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ნაწილიც და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მადრიდი საკმაოდ კარგ გამოცდილებას შესთავაზებთ და წელსაც ძალიან ველოდებით იმ აპლიკანტებს, რომლებიც ნიკა გუჯეჯიანის სრულ დაფინანსებას მიიღებენ ამ პროგრამის ფარგლებში. კი ბატონო და ამ ხრივაც ასე ვთქვათ როგორი არის ხოლმე ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან ნაკადი როგორია რამდენად ზრდადია ეს წლიდან წლამდე წელს რა მოლოდინი გაქვთ ყოველ წელს ყველა პროგრამაში ზრდადი არის ხოლმე ინტერესი და ეს ლოგიკური ექიდან გამომდინარე ცნობადობა ყველა პროგრამის ყოველწლიურად იზრდება ასევე გვემატებიან სტიპენდიატები რომლებიც თავის მხრივ აზიარებენ გამოცდილებას და აქედან გამომდინარე წელსაც მოლოდინი გვაქვს რომ ზრდადი იქნება განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე რომ პროგრამა გაფართოვდა საკმაოდ საინტერესო გახდა კიდევ უფრო მეტად ჩვენთვისაც და ვფიქრობთ რომ აპლიკანტებს ეს ნაწილიც დაინტერესებთ. უკვე დაწყებული არის მიღება. დღეიდან შეუძლიათ რომ გამოაგზავნონ და უკეთ ველოდებით ამ აპლიკაციებს და შემდეგ უკვე გეწვევით და გაგიზიარებთ სტიპენდიატებს. აუცილებლად ველოდებით და პრინციპში რომ გადავხედოთ როგორ ვითარდება კრეატიული ინდუსტრია ძალიან კარგად და სწრაფი ტემპით და სწრაფი ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანაში შემდეგ უკვე სასახელოდ უნდა ითქვას რომ აუცილებლად და ჩვენი გამოცდილება რეალურად ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატებთან დაკავშირებითაც და სხვა სტიპენდიატებთან დაკავშირებით ბევრთან გვაქვს სამუშაო გამოცდილება უკვე ვემუშავებიან ზოგი დისტანციურად ზოგი უშუალოდ ჩვენთან დაიწყო საქმიანობა ზოგთან პროექტულად თანამშრომლობთ და ეს გამოცდილება გვაქვს და ეს ძალიან სასიამოვნო გამოცდილება რომ რაღაცა ჩვენი სტიპენდიანტი უკვე ახერხებს რომ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაშიც როგორც კრეატიულ ინდუსტრიაში მაგალითად. ნამდვილად და ბევრი დრო აღარ დაგვრჩა და მინდა რომ UWC-სთან თანამშრომლობაზეც ვისაუბროთ უკვე მოსწავლეებისთვისაც ქმნით საკმაოდ მყარ და მნიშვნელოვან პლატფორმას. რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა? ახალი პროექტი არის ძალიან
მოგწონს და გვიხარია ეს პროექტი. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მშობლებისგან სკოლის ბავშვების დაფინანსებას დაკავშირებით. თითქმის ყოველდღიურად ვიღებდით ამაზე თხოვნებს და გვიხარია რომ ეხლა შეგვიძლია შევთავაზოთ ესეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც 15 წლიდან მოსწავლეებს აქვთ საშუალება რომ მიიღონ 2 წლიანი სრული დაფინანსების ან ნაწილობრივი დაფინანსების საჭიროება, როგორც ექნებათ მათ საჭიროება UWS-ის სკოლებში. ეს სკოლები არის high school-ი რო წარმოვიდგინოთ, სტანდარტული, ყველა კონტინენტზე არიან და არიან 17 ქვეყანაში. ეხლა ამ მომენტისთვის მაგალითად ყავს სტიპენდიანტი უკვე 2025 წელს დავიწყეთ და სინგაპურში. და სტიპენდიატები შეგვიძლია გვყავდეს როგორც იტალიაში, საფრანგეთში, სხვადასხვა ქვეყანაში არიან და ეს პროექტი ამით არის ძალიან საამაყო, რომ ნებისმიერ სკოლის მოსწავლეს და ძალიან ბევრი აპლიკაციები შემოდის რეგიონებიდან, მათ შორის და თბილისიდანაც, აქვს საშუალება, რომ ქვეყნის თითქმის ყველა წერტილში ისწავლონ. და ესეც არის რაღაც 2 წლიანი გამოცდილება, შემდეგ ლიდერების სკოლა არის მარტივად რო წარმოვიდგინოთ და შემდეგ აქვს საშუალება რომ ტოპ უნივერსიტეტებში მიიღონ გამოცდილება და ზუსტად რაზეც საუბრობდით რომ ის ლიდერი ადამიანები არიან რომლებიც მე წარმოგვიდგენია რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას შექმნიან ამ ადამიანებს უკვე ის სკოლის ეტაპიდან ვეცდებით რომ ხელი შეუწყოთ და დაფინანსებაში მოკლედ მხარდაჭერა გამოუცხადოთ. რაც ყველაზე საინტერესოა რეგიონები ახსენეთ თქვენ და ხშირად არ აქვთ ხოლმე წვდომა მსგავს შესაძლებლობებზე დაფარვის ასე ვთქვათ ხმის მიწვდენაც დაფარვის არეალიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია. თქვენ როგორ ახერხებთ ამას, რომ აბსოლუტურად ყველა წერტილი მოიცოთ საქართველოსი და ვინმე არ დარჩეს, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა და უბრალოდ არ ცოდნის გამო ვერ გახდათ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველთვის, რომ მარტო თბილისი არ ვიყოთ ორიენტირებული და რეგიონებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია და ამას ვაკეთებთ როგორც რაღაცა მასიური კომუნიკაციის საშუალებით, ასევე ძალიან თარგეტირებულად რეგიონებში. მათთვის ვინც დაინტერესებულია მსგავსი ინფორმაციით, ჩვენი ფილიალები შეუძლიათ ხოლმე გამოიყენონ ხშირად, იმიტომ რომ აუცილებლად ეს ინფორმაცია სხვადასხვა გზით გაზიარებული არის ხოლმე მას კომუნიკაციაში, მაგრამ ჩვენ ფილიალებში აუცილებლად. აქედან გამომდინარე რაღაცნაირად აი ფილიალები თითქმის ყველა ქალაქში გვაქვს და აქედან გამომდინარე ვინც იქნება დაინტერესებული შეუძლიათ რომ მიაკითხონ. გარდა ამისა, რა თქმა მუშაობს ეს სისტემა. კი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, პირდაპირ ხაზზე ვართ მუდმივად, თქვათ, მეილის საშუალებით თუ ზარის საშუალებით და მოკლედ ნებისმიერ ადამიანთან ვცდილობთ რომ ხმა მივაწვდინოთ. აი ერთი წუთი აღარ დაგვრჩა, ფაქტობრივად უკვე უნდა დავასრულოთ, მაგრამ აუცილებლად მინდა თან გვიახლოვდება ახლა რეგისტრაციის პროცესი, ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერებიც ხართ თქვენ და რომელმაც აი ამ ადამიანებს მოსწავლეებს არაჩვეულებრივი აღმზრდელები, ასე ვთქვათ, ცხოვრების მასწავლებლები აჩუქა. ამ ყველა გზაზე რას ველოდებით და ამით დავასრულოთ. ამ ყველა გზაზე მასწავლებლის როლი არის შეუფასებელი, იმიტომ რომ ეს ზუსტად ეს ადამიანები ქმნიან იმ აღზრდილ ლიდერ მოსწავლეებს, იქნება სტუდენტებს, რომლებიც ყავთ, მათი როლი არის შეუფასებელი და უმნიშვნელოვანესი. წელსაც ვართ ამ ჯილდოს, ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები, მიმდინარე არის ნომინაციები და ნებისმიერ ადამიანს ვურჩევთ, რომ მიიღონ მონაწილეობა, ნომინაცია გაუკეთოთ იმ მასწავლებელს რომელსაც ჯერათ, რომელსაც მოახდინა მათ ეს ზეგავლენა და ეს ერთგვარი დაფასება, მცირე დაფასება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება რომ გაუწიოს იმ მასწავლებელს, რომელსაც სურთ და ეს ყველა ინფორმაცია, რაზეც ვისაუბრეთ და ბევრი ინფორმაცია მესმის, განათლება წერტილი G არის, სადაც ყოველთვის არის განახლებული ინფორმაცია, შეუძლიათ შევიდენ, ნახონ და კიდევ უფრო მეტად დეტალურად მიიღონ ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა, ანი, ძალიან დიდი. მასწავლებლის ჯილდოს ამბები როდის მოვიკითხოთ? მიმდინარეა და შეუძლიათ ასევე იგივე საიტი შევაჯამოთ უკვე დაახლოებით 1 თვეში. კი ბატონო, სიამოვნებით. სიამოვნებით. დავთქვით უკვე ანისთან ერთად, რომ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს და პრინციპში იმ არაერთ პროექტს, რომელსაც უდგას სათავეში საქართველოს ბანკი განათლების და ზოგადად CSR-ის მიმართულებით აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, მოვიკითხავთ ამბებს და ნამდვილად განათლებაზე ვსაუბრობდით და ეს არის სწორედ ის რომლისკენ მიმავალ გზაზეც მართლა არ უნდა გავჩერდეთ. მადლობა ანი ლომთაძეს, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს უსმენდით თქვენ ახლა. პირდაპირ ეთერში BMG-ის ეთერში რეკლამის დროა, გადაცემის მეორე ნაწილში ტურიზმის თემით დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ტურისტული კომპანია Travel is Art-ის დამფუძნებელს ეკატერინე გელოვანს უმასპინძლებთ ეთერში დაგვრჩით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას თუ და განათლებიდან ახლა ტურიზმის ინდუსტრიაში ვინაცვლებთ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ჯგუფებისა და ანალიტიკოსების მონაცემებით 2026 წელი ტურიზმში სრულიად ახალი ტრენდების წელია. მასობრივი დამღლელი დასვენება წარსულს ვარდება წლევანდელი ტენდენციები ეგრეთ წოდებული quiet consumption, ანუ სიჩუმის ტურიზმია და digital detox-ი, ჰიპერპერსონალური მოგზაურობა და off-grid ლოკაციები, ანუ გადატვირთული კურორტებისგან შორს აბსოლუტურ სიმშვიდეში გაქცევა. თანამედროვე ადამიანი, რომელიც ციფრული გადაღლილობისა და სტრესის ქვეშ ცხოვრობს, ირჩევს ტურს, რომელიც მის ემოციურ და კულტურულ საჭიროებებს პასუხობს. სტანდარტული სასტუმროების ნაცვლად ტრენდში ასევე მოიაზრება კულტურული ტურიზმი და გამოცდილება როგორც ხელოვნება. სწორედ ამ გლობალურ მოთხოვნას ეხმიანება ქართული ტურისტული კომპანია Travel as Art, რომელიც უარს ამბობს შაბლონურ მოგზაურობაზე და მომხმარებელს გამორჩეულ ნიშურ და ესთეტიკურ ჯგუფურ ტურებს სთავაზობს. რას ითხოვს ხეს ქართული მომხმარებელი და როგორ იქცევა მოგზაურობა ხელოვნებად? ჩვენი სტუმარია ტურისტული კომპანია Travel as Art-ის დამფუძნებელი ეკატერინე გელოვანი, რომელიც მოგზაურობის სრულიად ახალი რაკურსით დაგვანახებს ამ პროცესს და ამაზე უფრო ცლად და დეტალურად მოგვიყვება კიდეც საინტერესო ამბებს. ეკა, მადლობა ძალიან დიდი, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოიცალეთ და გამონახეთ დრო, იმიტომ რომ ვიცით თქვენი რეჟიმი და პრინციპში ძალიან ბევრმა ადამიანმა თუ არ გამოუცდიოთ თვითონ, დარწმუნებული ვარ, რომ სოციალური სივრცის მეშვეობით თქვენი ეს ნიშა და ხელწერა აუცილებლად იქნება გაგონილი და ნანახი. მინდა რომ ცოტა ისტორიის თხრობით დავიწყოთ. საკმაოდ ბევრი წელია უკვე ამ ინდუსტრიაში ხართ, ხო? ამ მიმართულებას ავითარებთ და საკმაოდ თავიდანვე ნიშურ და სპეციფიურ, ასე ვთქვათ, ტურიზმზე აიღეთ ორიენტირი, ხო? როგორ დაიწყო ეს ტურიზმში თქვენი მოგზაურობა პროფესიული თვალსაზრისით და როგორ განავითარეთ უკვე წლების განმავლობაში Travel as Art? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორ დაიწყო? დაიწყო ცოტა დრამატულად. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. რამ არც ისე, მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელმაც მიმახვედრა, რომ ჯობია ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს, რაც მიზიდავს, რაც მინდა და რუტინული სამსახურიდან, რომელიც მარკეტოლოგი ვარ სპეციალობით და მუშაობდი მარკეტინგის დირექტორად, მენეჯერად, რა ვიცი, როგორც ქვია, სხვადასხვა კომპანიებში, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის დამეთმოთ მბრო. და მეკეთებინა ის, რაც მინდა. ნიშური ეს ნიშა, რასაც თქვენ ამბობთ და როგორც გამოვიდა, რო თქვა რაღაც ეს ბუტიკური სტილი, ეს რაღაც თავისთავად მოვიდა, იმიტომ რომ რეალურად არ მქონდა არანაირი კომერციული გათვლა. უბრალოდ უნდა მეკეთებინა ის, რაც მინდოდა რომ მეკეთებინა და დავიწყე იმ ტურების კეთება, ანუ იმ მოგზაურობების შედგენა, რომელიც მე თავად მომწონდა და აქაც როგორ შედგა, როგორ დაიწყო ჯგუფების, იმიტომ რომ კარგად ვიცით, სოლო მოგზაურს გაცილებით მეტი ფინანსური ხარჯი აქვს, როდესაც რაღაცა განსაკუთრებულს გეგმავ და ვთქვათ, გეგმავ არა უბრალოდ დასვენებას და არა კურორტზე წასვლას, არამედ რაღაც სამოგზაურო გარდამავალ ტურებს და გადაწყდა, რომ თავიდანვე ჯერ მეგობრებით დავიწყე, ვინც მაინტერესებდა, ვისაც უნდოდა იგივე ინტერესები ჰქონდა, დროში ინტერესებში, ვთქვათ, სტილში მემთხვეოდნენ და შემდგომ უფრო მეტად გადაიზარდა. რეალურად ეს თუ კი ესეთი ჯაჭვი გაკეთდა, ეს ჯაჭვი არ არის გაკეთებული მასიდან ერთმანეთზე რეკომენდაციებით, ერთმანეთთან მისვლით და შეიქმნა რაღაცა ისეთი დახურული საყვარელი ჯგუფი, რომელიც მე თვითონ თითოეული მგზავრი ძალიან მიყვარს. აქედან წარმოვიდა. ფაქტობრივად ეს ადამიანები არიან ის, ვინც აი ამდენი წელია უკვე მოყვებათ ერთგულად 80%, როგორ არის იცით? კი, რაღაცა დიდი ბირთვი არის, რომელიც თავიდანვე წამოვიდა და მომყვება, შემდგომ უკვე მათი მეგობრები, იმათი მეგობრები და ესე ჯაჭვურად არის გადაბმული. მემატებიან ახალი ადამიანები, რომელიც 100% ვიცი, რომ აუცილებლად ჩემთან რჩებიან. და რაღაცა ისეთი ძალიან საინტერესოა ამ ხრივ. ტურები რის მიხედვით იგება? რა არის ის მთავარი ღერძი, რაზეც შემდეგ აგებთ, აშენებთ, სხვა ექსპედიციებს შემეცნებით ტურებს და ასე შემდეგ? რის მიხედვით იგება.
წელიწადში ისევ ჩემმა ერთ გუმამგზავრებმა გადამაწყვეტინეს, რომ ერთი მაინცო ესე ვთქვას, გავაკეთოთ ცოტა, რომელიც მეტ დასვენებას მოითხოვს. ქონია, აი ანდრო დგებუაძესთან ერთად ვქონდა მაგალითად კერალას მიმართულებით, სადაც აიურვედას ცენტრში ვიცხოვრეთ, მაგრამ მე თვითონ ძალიან მოვიწყინე. ახლა თქვენ პირველად მაგას გაუსვით ხაზი, რომ ეს არის ყველაზე ტენდენციური, ყველა ეს მენტალურ ჯანმრთელობასთან რაც არის ახლოს, აი ანა არველაძესთან ერთად უსაყვარლის ზანასთან ერთადაც გავაკეთე ტური და კიდევ გეკმავა ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა ეს, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაცნაირად უნდა იყოს იმ აქტიურ ტურთან შესისხორცებული და ცოტა რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თან მენტალურად ცდილობს დაიცვენოს თან აქტიურ ტურშია, ცოტა რთული ჯაჭვი გამოდის, მაგრამ მაინც გამოდის ხოლმე. ისე ძირითადად ვაგებ ტურს რა პირად ინტერესებს, გაქანებული ეგოისტი ვარ. და რა მაინტერესებს, რა მიზიდავს იმ მომენტში და რა მაძლევს რაღაცნაირ ემოციურ აღტკინებას, რომ აი თქვა და ეხლა მინდა ეს ქვეყანა და მე ვიწყებ ამ ქვეყანაზე კვლევას, მე ვიწყებ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვადგენ ყველაზე მასშტაბურ და მაქსიმალურად გაჯერებულს. აი პირობითად იმ ეხლა ნუ ეს არ ეხება ინდოეთს და ჩინეთს, იმიტომ რომ ეს ამოუწურავია, მაგრამ რომელიღაცა კონკრეტულ ქვეყანაში თუ მივდივართ, იმ ქვეყანაში ყველაფერი უკვე ნანახი ექნება იმ ადამიანს, არ იქნება რომ ნაწილობრივ სადღაც წაიყვანე. ნუ ინდოეთი, ჩინეთი არის ამოუწურავი, რომელსაც ვთქვათ 100 ჯერ გავაკეთო ალბათ ტური, 100 ჯერ სხვის გაკეთებას შეძლებთ. და დანარჩენ ქვეყანას შემიძლია ხოლმე ვცდილობ, რომ 15, 18, 21 დღიანი ექსპედიციებიც მაქვს, აი ეკვადორზე მაგალითად მოვიცვა და ოღონდ აი არ ამოვასუნთქებ იმ საწყალ ადამიანებს, ვინც მომყვებიან. რამდენად რთულია ის, რომ სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები, ხო ჯგუფი რამდენიმე რავთ 10-ზე ზემოთ ოდენობას ხომ მოიაზრებს, რომ ესენი ისე დააკავშიროთ ერთმანეთს, იმდენად გაუღვივოთ ის რაღაცა საერთო ინტერესი, რომ ეს 21 დღე არ მობეზრდეთ ერთად ყოფნა და ყოველდღე რაღაცა ერთ იგივე მსკეთება სხვა აქტივობების ჩართვა. ეხლა ცოტა მეკერძოებული გამოვა, ამიტომ შეიძლება არ იყოს ეს სრული პასუხი და ვიღაცა თავის გულში ჩაიცინოს, ვინც ჩემთან ყოფილა როგორ არა, ძალიანაც მომდის და მითხრას, მაგრამ ნახეთ, სანამ ტურის დაგეგმას რო ვიწყებ და უკვე შედგენას ამ ჯგუფისას იმდენად ხშირი მაქვს ყოველდღიური თითქმის კომუნიკაცია, ჩემი ძალიან დიდი რესურსი მიდის ამაში და თვითონ ტურის დადასტურებამდე ამ ადამიანს ისე კარგად ვესაუბრებ, ვფიქრობ, რომ კარგად, იმიტომ რომ თუ თქვა ხვდები, რომ ის ადამიანი უბრალოდ არ არის ამ ინტერესებში და ან მოდასაყოლილი, ან სახელსაყოლილი, ან უბრალოდ ვერ გაითავისა, სად მოდი. შეიძლება ვწდები კიდეც ხოლმე, მაგრამ მე ხო ვერ ვიგებ, რომ ვწდები. აქედან გამომდინარე, ძალიან ხშირად თვითონ ვაღებინებ, ისე მიმყავს საუბარი, რომ თვითონ ვაღებინებ იმის გადაწყვეტილებას, რომ იმ ტურში კონკრეტულად არ წამოვიდეს. ხოლო ის, ვინც წყალებში ამ საუბარს გასაუბრებებს გაივლის, უკვე რეალურად მორგებულია ხოლმე ამ ტურზე და ამ რეალობაზე და არიან აი რაღაც ერთი დიდი ოჯახივით. აი 100-დან 100%-ით ყველა გვერდში მიდგას ტურის განმავლობაში. არ მქონია ის შემთხვევა, რომ ვიღაცას იმხელა დისკომფორტი შეექმნა ჩემთვის, რომ რაღაცა სირთულე ან თვითონ ჯგუფში ყოფილიყო. თუმცა კიდევ ვამბობ, შეიძლება ვიღაცა გულში იმდენად კულტურული იყო, რომ სულ არ მოეწონა ჩემი ტური და ხმას არ იღებდა, მაგრამ ჩემთან ეს არ მოსულა და არც გვიქრწნია. და კიდევ ერთი სტერეოტიპი, რასაც ვისმენთ ხოლმე ჯგუფურ ტურებზე, რომ ეს არის ძირითადად უფრო შუახნის ასაკის ან უფრო ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის განკუთვნილი და ახალგაზრდები ცოტა იწყენენ ამ ტურებში, მაგრამ თქვენ ტურებში ძალიან ბევრი ახალგაზრდას ხედავთ ხოლმე და ესეც ინდიკაციაა იმის, რომ ესე იგი თანაბრად არის ყველა ასაკის. პირიქით, რა ვიცი, ჩემთან თავიდან იყო სხვათა შორის, აი 2015-16-17 წლებში იყო დაახლოებით ჩემი ასაკი და მერე წამოვიდა ძალიან დიდი ასაკის, როგორც ჩემზე, უფრო დიდი ასაკის ადამიანები. ვთქვათ 45-დან ზევით მოდიოდნენ. მყავს მგზავრები, რომლებიც არიან 80 წლის და ჩემზე კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში და ჩემზე
არგონებრივ მდგომარეობაში არიან ძალიან აქტიურები და ჩემი უსაყვარლესი მგზავრები არიან და დაახლოებით 1-5 წელია უკვე წამოვიდა სხვათა შორის მათი ძალიან დიდი დამსახურება თვითონ მოყავდა შვილიშვილები და ეს ბავშვები დარჩნენ ჩემთან რომლებიც არიან უსაყვარლესები სადღაც 16 წლიდან 25-30 წლამდე ძალიან ბევრი მოდის აი ახლა მომდევნო აგვისტოს ტურში სადღაც 55% მყავს 16 წლიდან ზევით რაც თავისი ინიციატივით თვითონვე მოდიან თვითონვე უხარიათ და ალბათ რაღაცით ვერ გებით მათ ინტერესებსაც არ ნამდვილად და ძალიან სასიხარულო სტატისტიკა ჩემი ასაკის მოგზაური ჩემი ასაკის ადამიანი მაინც არის 80-იანი წლების შემდგომი როცა არ იყო ისეთი ჩვენ მშობლები ისე ვერ გვამოგზაურებდნენ ხო არ იყო გახსნილი ჩემი შვილების ასაკი არის უკვე 2000-დან ზევით წელი. როდესაც ჩვენ ეს ევროპის რაღაცა ქვეყნები, ისინი ფაქტიურად ჩვეულებრივად მოვალებენ 1 წლის ასაკიდან და გვყავს დასასვენებლად, იმიტომ რომ ღია იყო საზღვრები. და თვითონ არიან გაზრდილები ისე, რომ თვითონ აინტერესებთ აზია, ლათინო ამერიკა, უკვე გაიზარდნენ 15, 16, 17 წლისები არიან შესაბამისად, ალბათ მაგანაც განაპირობა ეს ყველაფერი. თქვენ ეს გაცხადებულად გაქვთ, რომ უფრო აზია, თუნდაც როგორც ახსენეთ, ლათინური ამერიკა და ამ შემდეგ აი ამ მიმართულებაზე გქონდეთ ორიენტირი რომ ევროპა უკვე ნანახია ყველას და აქ ახლის აღმოჩენა უფრო რთულია თუ ეს არის პირადად თქვენთვის უფრო საინტერესო და შესაბამისადაც აგებთ უფრო ამ მიმართულებაზე მარშრუტს არა მე მაგას არ ვაპელირებ არ ვამბობ რომ ევროპა არის საინტერესო ევროპა ძალიან საინტერესოა უბრალოდ ევროპა ბევრად უფრო დავარცხნილია ვიდრე რამოდენიმე მიზეზია ანუ ევროპა ბევრად უფრო დავარცხნილია ვიდრე აზია ამ ეტაპზე თუმცა აზია უფრო განვითარდა და წინ გაუსწრეს ამიტომ ვფიქრობ რომ ევროპაში ადამიანები თავისითად მოგზაურობენ ამის გარდა ბაზარი გაჯერებულია ამ წუთას და კონკურენციაში მართლა ვერ შევალ იმიტომ რომ პატარა ადამიანი ვარ, ანუ არ ვარ დიდი კომპანია და რაღაც რომ მე იმედ გაუწიო, ან ფასებით ან რაღაცით კონკურენცია არის ძალიან ბევრი ევროპის ტურები და არ შევდივარ ამ ბაზარზე და მესამეც ალბათ ვთვლი იმას, რომ იმდენად კარგად შეიძლება ამ ყველაფრის შენით დაგეგმვა, რომ მე მაგალითად თვითონ ევროპაში რო დავდივარ ჯგუფზე საერთოდ არ ავიდიკებ თავს არ მჭირდება იმ ჯგუფში არ მჭირდება ტრანსპორტის იდეალურად გათვლა უსაფრთხოების იმ ნორმაზე აყვანა როგორიც თქვათ აზიაში ან აფრიკაში მჭირდება შესაბამისად რატო წავიყვან იქ ჯგუფ წავალ ჩემი თუ მოგზაურებ მე თვითონ ცოტა ეგოისტურადაც უყურებ თან საკმაოდ ისეთ ზოგჯერ მიუვალ ადგილებშიც ხართ, სადაც ესე მარტივად მისვლა საკმაოდ რთულია. არ ვიცი ზღვიდან რამდენ მეტრზე ყოფილ ხართ და ასე შემდეგ. აი, აქ რამდენად ერთი მხრივ რთულია ლოგისტიკა და მეორე მხრივ იმ კომფორტის და ხარისხის შეთავაზება მოგზაურისთვის, რაც თუნდაც აი საბაზისოდ მნიშვნელოვანია. ჩემთვის ამომავალი წერტილი არის პირველი უსაფრთხოება და კომფორტი. იმდენად მიყვარს კომფორტი მე თავად, რომ ვამბობ ხოლმე, რომ სადაც ვთავრდება ასფალტი, იქ ვთავრდება ჩემი ბედნიერებას თქო. თუმცა ხერხებ და მყავს ისეთ ქვეყნებში და ისეთ ადგილებში, სადაც მე თვითონაც ემოციურად მზად ვარ, რომ ვიცი, რომ ღია ცის ქვეშ დავიძინებ, ან კარავში დავიძინებ, სველი წერტილი რამოდენიმე დღე არ იქნება, მაგრამ ნუ ამის ყველანაირ თქვა სათადა უკვე არსებობს ისეთი რაღაცეები, თქვა ერთჯერადი თეთრული რაღაც ბევრი რამ, მომლად შეიძლება რომ კომფორტი მომანიჭოს. და აი ახლა ხვალაც მევფრინა ზღვის დონიდან 5500-ზე ავალთ. სად მიდიხართ? ხვალ მევფრინავთ ტიბეტში, მე რო ჩამოვდივარ ლადაქში, ესაც ჰიმალაების ერთ-ერთი სამეფოა. მთელი საფხული მოკლედ მე მგონი ღრუბლებში ვარ პერუში. და მიმართულებით გაქვთ გაწერილი უკვე აი წლის ბოლომდე გაქვთ დაგეგმილი ხო? წლის ბოლომდე. არა მხოლოდ წლის, მომავალი წლის. 2027-ის ბოლომდე მაქვს კი დაგეგმილი. ყველანაირი ტიპის ტურები არის, თქვა არის ეხლა ჩამოვედი ბუტანის სამეფოდან. მაქვს როგორც ლადაკი, ანუ ჰიმალაების ყველა სამეფო მაქვს წელს, ანუ 5 სამეფოა ჰიმალაებში, ეს არის სიქიმი, ლადაკი, ტიბეტი, ბუტანი და ზემო მუსტანგი. ესენი რა თქმა უნდა, მაქვს აფრიკის რამოდენიმე ქვეყანა, მაქვს ახალი ზელანდია, ფილიპინები, ავსტრალია, თაივანი, რაღაც ბევრი მიმართულება, პერუ, აღდგომის კუნძულები, რა მაქვს კიდე, ეკვადორი, გალაპაგოსი, კოლუმბია. გაწერილია ძირთადად, ხო,
აღმოჩნდა რომ ევროპა არ მაქვს გაწერილი. ძალიან მაგარია, ძალიან და აი თუ გამოყოფთ აქედან ერთ-ერთ ისეთ მარშრუტს, რომელიც სულ იყიდება, იცით რომ სულ განსაკუთრებული მოთხოვნაა და განსაკუთრებული ინტერესია და თქვენც ძალიან გიყვართ იმ ტურში. თუ არის ასეთი გამორჩეული. თაშორის გამორჩეულები. იცით როგორ არის? მუდმივ მე ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ყველაზე საყვარელი ტური და მოგზაურობა არის ეკვადორი, თუმცა არ ვიცი რამდენად იყიდება და არ იყიდება, იმიტომ რომ მე თუ ძალიან არ მომენატრე ტურს არ ვიმეორებ, საერთოდ არ ვიმეორებ. არა. ერთია და უნიკალური. ძირითადად ერთხელ ვაკეთებ, ან რამოდენიმე 5 წელი უნდა გავიდეს, რომ მეორეჯერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ემოციურად მე თვითონ მომენატრებს. აქედან გამომდინარე, ეს არ ვიცი, ერთადერთი არის ინდოეთი, იმიტომ რომ ინდოეთი და ჩინეთიც არის მუდმივად მოთხოვნადია და თან ამას აქვს საშუალება, რომ სხვადასხვანაირად გაკეთდეს. ვთქვათ, ოქროს სამკუთხედს უნდა გასცდეთ. და ეხლაც რამოდენიმე ტიპის ინდოეთი მაქვს, ვთქვათ, დალაი ლამასთან პირადი ვიზიტი მაქვს და შლამას გაკეთება, მანავის მხარე, ქაშმირის მხარე, კარნატაკას მხარე. ანუ მე თვითონ მაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა მხარე ვნახო და ინდოეთი იყიდება მუდმივად. თან ინდოეთს ყოველთვის ესეთი მთავარი თანამგზავრი ყავს ხოლმე ანდრო გებუაძე, რომელიც არ ვიცი მე მგონი ყველას უყვარს და შესაბამისად ძალიან ესეთია. და ჩინეთიც იყიდება, ამ ჩინეთსაც აქვს საშუალება, რომ ეს შეიძლება რამე სხვაც ძალიან კარგად გაიყიდოს ერთი და იგი, უბრალოდ მე თვითონ არ ვიცი, რადგანაც არ ვცდილობ რომ არ გავიმეორო. აი მაროკოც ძალიან აინტერესებთ ხოლმე, მაროკო მაქვს რამოდენიმეჯერ გამეორებული. ეხლა ბევრს ვერ შეცვლი მაროკოში, რაღაც თავარ ხაზს უნდა მიყვე. კი, მაროკოც იყიდება. ჩინეთი, ინდოეთი, მაროკო ესეთი ქვეყნები ალბათ. დღეს უკვე რა ეტაპზეც ხართ განვითარების ბიზნესის მართვის სადავეების დელეგირება, რამდენად რთული ამოცანა არის გადაულახავე, ასე ვთქვათ, რამდენად დიდ როლს თამაშობს პერსონალური ბრენდი ეკას სახით ამ შემთხვევაში. ბიზნესის წარმატებით. როგორც ბიზნესი ვერ განვითარდი, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე პერსონალური ბრენდს იქეთ კომპანიის ბრენდად გადაქცევა. ბევრი ვცადებ, სხვათა ალბათ დიდათ უფრო სწორად არ ჩავდე ამაში რესურსი, მაგრამ რამდენჯერად ვცადე, რომ ჩემ სახელს იქეთ გასულიყო ეს ყველაფერი fail, ანუ მარცხით, კრახით დამთავრდა. თუმცა ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იმდენი ჩადეთ და იმდენად შეაყვარეთ თქვენ თავად თქვენი თუნდაც მოყოლილი ამბებით, გაზიარებული ემოციით, თუ დაგეგმილი ტურებით, რომ უკვე პირადად თქვენ გაქვთ ნდობა. აი ბიზნესად ამ ფორმით ვერ აღვიქვა, იმიტომ რომ არ ვიცი სამწუხაროდ საბედნიეროდ, დიდათ არ მიფიქრია მაგაზე, რომელი მხრიდან შევხედო, ცალკე ესე არ განვითარებულა. უფრო პერსონალური ბრენდით ის მიზანი მიღწეულია, რისთვისაც თავიდან დაიწყეთ, რომ გეკეთებინათ ის, რაც გიყვართ. მეკეთებინა ის, რაც მიყვარს და მქონოდა მაქსიმალური სანდოობა. ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი თავის ფასადაც კი მის ინტერესებს დავიცავ, როცა ის ჩემთან მოდის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მადლობა ასეთ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, წარმატება თქვენ და თქვენს მოგზაურებს. თქვენთან ერთად ეკატერინა გელოვანი, ტურისტული კომპანია Travel as Artist დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. ახლა ამით დასრულებულია დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეკუთვნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა.